ჩვენი პირველი სიახლე შეეხება სიახლეს დეპრესიის მკურნალობაში. FDA, ანუ ამერიკის სურსათის და მედიკამენტების სააგენტომ დაამტკიცა პირველი მოწყობილობა, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს დეპრესიას სახლში უმკურნალო. ბოლო 10 წელში დეპრესიის რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა 60%-ით ამერიკაში. ამ გამოწვევის საპასუხოდ კომპანია Flow Neuroscience-მა შექმნა ახალი მოწყობილობა FL100. საშუალო და მძიმე დეპრესიის სამკურნალოდ. გარეგნულად ის ძალიან გავს ყურსას მენს, რეალურად კი არის თავის ქალის გავლით ტვინის ელექტრული სტიმულაციის მოწყობილობა. მის დამტკიცებამდე ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა სახელად Empower, რომელმაც ამ მოწყობილობის გამოყენების შემდეგ 58%-იანი დეპრესიის ნიშნების შემცირება აჩვენა. ახლა კი მოგიყვებით ინოვაციურ ტესტზე, რომელიც გლუტენს საკვებში 3 წუთზე ნაკლებ დროში ავლენს. გლუტენი ხორბლის ძირითადი ცილა, რომელიც ბევრისთვის საყვარელ კერძებთან ასოცირდება, მილიონობით ადამიანისთვის მავნეა. ცელიაკის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი მიმდინარე ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების შემთხვევებში გლუტენის ქრონიკული ფაღარაც რკინადეფიციტურ ანემიას, ოსტეოპოროზს და ზოგჯერ ლიმფომასაც კი იწვევს. ამიტომ ამ პაციენტებისთვის აუცილებელია სწრაფად შეძლონ გარკვევა, შეიცავს თუ არა საკვები გლუტენს. მეცნიერებმა შეიმუშავეს მარტივი ტესტი სახელად LIO, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში რესტორანში წვეულებაზე უმარტივესია გამოსაყენებლად და სწრაფად ადგენს გლუტენის შემცველობას საკვებში. ამერიკის ცელიაკიის ასოციაცია აგრძელებს ტესტის გამოცდას და ამ ეტაპზე არ გასცემს რეკომენდაციას მათ გამოყენებაზე. ნინი, საბოლოოდ კი სიმსუქი. სიმსუქნე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები. ჯანმოს მონაცემებით ახლა 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აღენიშნება უკვე ეს ქრონიკული დაავადება და მათი წინასწარმეტყველება არის, რომ 2030 წელს ეს რიცხვი მინიმუმ გავორმაგდება. ამის საპასუხოდ ჯანმომ შეიმუშავა ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტი GLP-1 აგონისტების, როგორც Ozempic, Mounjaro და ასე შემდეგ, მათი გამოყენების ახალი გაიდლაინი. გაიცა პირობითი რეკომენდაცია, რომ ეს მედიკამენტები გამოიყენოს დასრულებში სიმსუქნის გრძელვადიანი მკურნალობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ვთქვათ, რომ ეს ორსულებში არ გამოიყენება. ჯანმო აღნიშნავს, რომ ეს არის პირობითი რეკომენდაცია ზომიერი სანდოობით, რაც არის გამოწვეული არასაკმარისი კვლევებით არსებობით, რომლებიც ამ მედიკამენტის გრძელვადიან ეფექტურობას და უსაფრთხოებას დაადასტურებს. ბევრისთვის ცნობილი Ozempic და Mounjaro GLP აგონისტების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს წამლები 1980-იან წლებში კუჭის ყურის სამკურნალოდ შეიქმნა. საინტერესოა, რომ ის ხვლიკის ჭყამისგან იწარმოება. 2017 წელს FDA-მ ამ ჯგუფის ყველაზე ცნობილი წევრი Ozempic ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა. 2021 წლიდან კი რამდენიმე მასშტაბური კვლევის შემდეგ მისი ანალოგი Wegovy ქრონიკული სიმსუქნის სამკურნალოდ გამოიყენება.